ნაციონალურ მოძრაობაზე ვთქვით და ეხლა რაც შეეხება ქართულ ოცნებაში დღეს აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც 2012 წლის მდგომარეობით იყო ივანიშვილის გვერდზე. ყველა მიქაიას კადრები გაუშვით. კაია რომ გავახსენე. როგორი დაპირისპირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, სააკაშვილთან, ახალაიებთან. აი გუნდა ახალაიების ეპიზოდი უნდა მოყვე ზუგდიდში ეყავი მაშინ. მიქაია დაიჭირეს შვილთან. თქვენ ურცხო ქოცება, აი თქვენ უსინდისოებო და შუბგაწყვეტილებო, როცა ლაპარაკობთ ხანდახან რომ რაღაცა ნაცების წინააღმდეგ. ახალ მიქაია არის ის ადამიანი, რომელიც დღეს შვილთან ერთად დაიჭირეთ. ეგეთი რაღაცა არ მახსენდება. რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია რომ მამაშვილი დაეჭირათ. ზუგდიდში, როდესაც ესე იგი ახალაიას ტერორი ქონდა დამყარებული და კაციშვილი ხმის ამოღებას ვერ ვედავდა, კახა ცოტა უცნაური როგორ ეხა ეგეთი პერფორმანსები ხდება პოლიტიკური ჰამაკი დაკიდა სამეგრელოს სამხარეო პროკურატურის წინ და შიგნით ჩაწვა და აი ახალაიას დასანახად ქანაობდა. ერთი კაცი იყო, რომელიც ზუგდიდში ამას ბედავდა. აი ეს ადამიანი იყო, რომელიც ნაცებს ეხა რო გამოდია, ეხა აგინე ნაცები რამდენიც გინდა. ზუგდიდში 2009 წელს ახალაიას პროკურატურის წინ რო ატარებდა იმ აქციას, დღეს შვილთან ერთად დაიჭირეს თქვენმა პორტირებულმა ნაცებმა დღეს რო ესე იგი ოცნების დროშა აქვს გადაფარებული და ნუ ლაპარაკობთ რა, დღეს ქართული ოცნება ვინც ხართ და მათი მხარდაჭერები, თავიდან ბოლომდე ხართ სულ ყველა პორტირებული ნაცები. თუ არა და გამახსენეთ ერთი გვარი და სახელი, რო ჩაუყვე Facebook-ის იმას, რა ქვია, ფიც 2012-მდე რო ნახო ესე იგი მამუკა მდინარაძეს და კობახიძის პოსტები ერთხელ საკმაოდ რთულია იქ უნდა ესე იგი 2007 წლის 7 ნოემბერი რომ მოხდა, მაინტერესებდა რას პოსტავდა ეს ხალხი. გახსენდება თქვენ მაშინ იყავით ერთ-ერთი აქტიური ლიდერი ბარსელონამ რამაგრა ითამაშა რეალთან. ხო და მე რა არის? აი მდინარაძის და კობახიძის ფიდები, ვინც ჩადის 2007-მდე, უწერიათ ესე იგი რომ ბარსელონამ რამაგრა ითამაშა ესე იგი და მესიმ როგორ დაგლიჯა, გეგონება ესე იგი 2007 წლის ნოემბერში მეტი არაფერი არ ხდებოდა გარდა იმისა, რომ ბარსელონას კომენტარი დაეწერათ, რაღაცა შემოდგომა როგორ აცივდა უცებ. აი ესეთი პოსტები აქვს სულ ყველას. ერთი ფოტო მანახეთ, ერთი პოსტი მანახეთ, იმას არ გთხოვთ რომ ოფიციალური ინტერვიუ მიგეცათ, ვინც დღეს ქოცების ლიდერები ხართ, უკეთეს შემთხვევაში იდექით სულ ყველა ბუჩქებში, შალვა პაპუაშვილის თამადობით და გამოჩენა გეშინოდათ იმ აქციამდე და უარეს შემთხვევაში იყავით სულ ყველა როგორც ვოლსკი გეკავათ მინისტრების და მოადგილეების თანამდებობები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს ხალხი დღეს ლაპარაკობს ესე იგი რომ თურმე ნაციონალურ მოძრაობას ებრძვიან. ყველა თავიდან ბოლომდე დღეს ვინც არის ქართული ოცნება, ეს არის 100%-ით პორტირებული ნაცები. ეს არის სტატისტიკა. დანარჩენი ახლა რატო არის ასე, ამაზე შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ დღეს ქართულ ოცნებაში ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად 7 ნოემბერს და 9 აპრილს და იმ ცნობილ აქციებზე სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილმა სულ ყველას ამოკრა პანღური, აი ბოლო იყო ღარიბაშვილი, ხო, ვინც იმ დროიდან მოყვა. სულ ყველას ამოკრა პანღური და მე ამ ხალხს ვაფრთხილებდი, რომ თქვენ არაფერი არ გადაგარჩენთ ივანიშვილის არჩევნების წაგების გარდა. თუ გახსოვს შენ ინგა ივანიშვილს როდის გაახსენდა ძველი გვარდია? პირველი ტური რო წააგო. პირველი ტური როდესაც წააგო საპრეზიდენტო. თუნდაც პირველი ტური რო წააგო ეხა ადგილობრივ არჩევნებზე. ან თუნდაც რაღაცაში დაენახა რომ არასწორი გზით მიდის, მერე გენახა ივანიშვილის ცრემლების ღვარღვალი და ამ ძველი გვარდიის დაფასება და ძველი გვარდიის ესე იგი მოკითხვა და რატო უნდა დააფასოს ვინმე, როდესაც ხედავს რომ ისედაც ყველაფერს ამ ქვეყანაში ფულის მეშვეობით აგვარებს. ბევრი რამე რა თქმა უნდა არის ჩვენი ბრალით, საზოგადოების ბრალიც და მათ შორის იმ ხალხის ბრალი, რომელიც იცახდა რომ მოდი დაველოდოთ, მოდით ახლა ნაცები შეჭამონ, მოდით არ შეჭამს ბიძინა ივანიშვილი ნაცებს. არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ეს არის ქართული ოცნების რეჟიმის თავარი მაშველი რგოლი და ყოველთვის ამ ქვეყანაში როცა იქნება მასშტაბური პროტესტი, ან არჩევნებში გაუჩნდება შანსი ოპოზიციას, ეგრევე იქ 5 ნომერი გაეჭხირება აუცილებლად. ხოჭო ძალიან უცნაურად დაემთხვა რომ თქვენ ხართ დღეს ჩემი სტუმარი და კახა მიქაიას დაჭერა მოხდა და როდესაც ეს კადრები ვნახე, მაშინ ვუთხარი პროდიუსერს რომ კახა კუკავა მყავს ხო დღეს მეთქი ეთერში და აი ყველას ეძახიან ერთად ნაცებს და აი მათ შორის ცხადია, ნუ კახა მიქაია, მისი შვილი და ეს არისო ნაცების პროტესტი, ეს არის ნაცების აქცია. ეს არის თავის გამართლება, ინგა არავის არ უნდა ყველაზე შეუძლებელი არ გაგახსენდეს ამ დროს იგივე კახა მიქაია მაგალითად როგორი იყო, ან სხვები ძალიან ბევრია ეგეთი. ყველაზე გარეწარ ადამიანს კი ჭირდება თავისი ლეგიტიმაცია და დღეს ქართულ ოცნებაში ვინც არის 100%, მე არ მინახია წესიერი ქოცი, 100% იქ არის იმის გამო, რომ ან გამგეობაშია დასაქმებული, ან ტენდერი აქვს, ან პრივატიზაცია აქვს და აქ მატერიალური სარგებელი. მაგრამ ხა ამას ხო არ იტყვიან, რომ იმას რა ქვია და ნახლებნიკები ვართ ბიძინა ივანიშვილის და ეს მოიფიქრეს თავიანთი თავის ლეგიტიმაციაც, როგორც სააკაშვილი რო ჩადიოდა დანაშაულებს ქონდა ლეგიტიმაცია, რომ აი ქვეყანა მიყვავს დასავლეთისკენ, ამათი ლეგიტიმაცია რომ ნაცებს ვერ ვძვით, აი რა ვქნათ, ფულსაც იმიტომ ვიპარა, ნაცებს ვერ ვძვით. უკანონობას იმიტომ ჩავდით, რომ რა მოხდა ეხა ნაცებს ვერ ვძვით, მიტინგს იმიტომ ვარბევთ, რომ ნაცებს ვერ ვძვით.
ტევ პირველი ჟურნალისტ, როგორ მე იცი, რომ ეხა დიდი გულშემატკივარი ამ პროტესტებშიც არ მონაწილეობდა არაფერი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ტევ პირველი ჟურნალისტ? გოგონა იყო მათ შორის ერთი, როგორც იყო ის კადრები ყველას გვაქვს ნანახი. ამაზე რომ პროტესტი არ გექნება, ჩემთვის სულ ერთი არის, სულ რო ყოფილიყო, რა ვიცი, ის ნაციონალური მოძრაობის რო კლავდნენ და აი, ამაზე რომ პროტესტი არ გექნება და რო იტყვი, რომ ამასაც გაამართლებ, რომ ხო ეხა ნაცებს ვებძვით, ეს არის ამისთვის მოგონილი და მეტი არაფერთვის. რატო ჩაანაცვლა კახა თქვენი აზრით აი ამ ძველ თანამებრძოლებს ეს ხალხი, ვიზეც ეხლა თქვენ საუბრობ და ვისაც მისცეს ყველა სადავე ხელში. კობახიძის კადრებითაა ყველაფერი ეხლა პირველ რიგში ვიტყვი, რომ ღირსები არიან, აი ეს ჩემი ყოფილი თანამებრძოლები ზოგს ეწყინა სხვადასხვა ეთერებში გავაკრიტიკე. 2012-დან 16-მდე სანამ ჰქონდათ ბერკეტები და სანამ იყვნენ კომიტეტის თავმჯდომარეები და მინისტრები და როცა შეეძლოთ ბიძინა ივანიშვილის შეკავება და მარტო მე რო ჩხავდი მაშინ ივანიშვილის წინააღმდეგ, აი მაშინ ამოიღოთ ხმა. მაშინ ჰქონდათ ბერკეტები და მაშინ კარგად იყვნენ გაყურსულები და მე როდესაც 2016-ში მოიშორა ბიძინა ივანიშვილმა უყალა და მოისროლა და ძალაუფლება ერთპიროვნულად მიიღო, რატო გააკეთა ძალიან მარტივია ივანიშვილს წამოწდა ერთხელ 2012-ის ძველი ინტერვიუ არის რომ ჭადეიშვილი და მერაბიშვილი არასწორი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან თორე ძალიან კარგი მენეჯერები არისო აწყობილი სისტემა აქვს ანუ მეუბნებოდა ადეიშვილო პირველი თაობის მობილური დადისო რა გონია მურუსიძესთან შეხვედრა თუ გახსოვს ივანიშვილი აი ახტაცებული რო არის აი ცნობილი კადრები ვერ მალავს ახტაცებას რომ ეს კაცი არა მარტო სხერპლინგა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა მაგან მაშინ რომ აწყობილი აქვს სისტემა. მაშინ იყო თუ გახსოვს გვარამია და რამოდენიმე საქმე იყო რომ გაამართლეს ნაცები და იყო შიში იმისა რომ შეიძლება სასამართლო სისტემა აუყირავდეს კოცებს და შევხვდითო აგერ გადის ახლა კადრები შევხვდითო ადამიანს რომელმაც მითხრა რომ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის სტაბილურობას. რაც უნდა ახალი მოსამართლე ეძებდა ადამიანს რომელიც იგივე სისტემის სტაბილურობას უზრუნველყოფდა რომელიც სააკაშვილისგან გადმოიბარეს და ეს სასამართლო უფრო ცნობილი სახეები არის და მურუსიძე ამ გირგვლიანის საქმის გამო გაპიარდა თორე. რა პროკურატურაში შეიცვალა ვინმე ძალოვან სტრუქტურებში შეიცვალა ვინმე თუ რა ის პოლიციელები ვინც 26 მაისს მე მცემდნენ პოლიციელები იყო თუ ვინც იყო სპეცნაზელები და ჩემთან ერთად კიდე 2000 ადამიანი წიხქვეშ ყავდით გაგდებული კინო რუსთაველში არც ერთი არ გაუთავისუფლებიათ და მადლობები და ჯილდოები გადასცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა მათ აწყობდათ იგივე რეპრესიული აპარატის გადაბარება და ეს ძალიან ცუდი არის რომ იმ ხალხმა ვინც 2012-ში მასთან ერთად მოვიდა კოალიციაში ერთადერთი ალასანიამ გააკეთა პროტესტის განცხადება დანარჩენი არავინ არ წამოსულა იქიდან ძალით გამოვშვა ალასანიას გუნდიდან თითქმის სრული უმრავლესობა პირადად ალასანია იყო ერთადერთი ადამიანი ვინც დატოვა ქართული ოცნება და არჩენს დაატოვებინეს თვითონ ქართულმა ოცნებამ და ამასაც ვიტყვი ბარემ ხა აგერ გარეთმე და ის ვლაპარაკობდით შენ შემდეგი სტუმარ სალომე რო გამოიყვანეთ სალომე არ იყო ხახვი და კარტოფილი და მე რომ მახსოვს რომ ესე იგი მაჟორიტარების წინააღმდეგ ვიბრძოდით თუ მურუსიძის წინააღმდეგ თავარი გამправებელი რო იყო არ შეიძლება მე ბევრი ადამიანს მათ შორის იმიტომაც ჩემი აზრით ამ პროტესტზე გულია გატეხილი და არჩევნებზე და ზოგადად აი ჩამოცილებული არის და დამეთანხმები რომ ძალიან დიდი პროცენტი დღეს ჩვენი ამორჩევლის და მოსახლეობის არის ერთგვარ აფსაიდში და არღებულობს მონაწილეობას იმიტომ რომ კი ხედავ რომ ქართული ოცნება უარგისია მაგრამ რა გინდა ეხლა დავიჯერო რომ სწორ მარცხაჯულებას და შენ რო გინდა და შენ რო შენეთერებში ქადაგებ ისეთ საქართველოს ყოფილი ნაცები და ყოფილი კოცები ამიშენებენ ხელისუფლებაში როცა იყვნენ მაშინ რატო არ იყვნენ ასეთი ჭკვიანები დღეს რო გამოდიან და დღეს რო ესე იგი ყველაფერი იციან სასამართლო როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი როგორ უნდა იყოს იქ როცა იყვნენ იქ მაშინ რატო მასე მეც ვიქნებოდი ხელისუფლებაში რატო ვერ ვიყავი არც ერთ ხელისუფლებაში იმიტომ რომ რაღაცაზე ხელი უნდა მოგეწერა და ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ეგეც დიდი პრობლემა არის და ძალიან დიდ ეხა შეიძლება ითქვას რომ აი უკანასკნელ ქვედანიშნულზე არის ოპოზიციური მოძრაობა მაგრამ ეხა ისტორია არასდროს არ თორდებოდა გამოვალი ვითარება არასდროს არ იქნება ამ ვითარებიდან გამოსავალიც უნდა იყოს რომ წარსულის შეცდომებს გაუსწოროთ თვალი და მათ შორის ერთ-ერთი შეცდომა ალბათ ის არის რომ ავტორიტარულ ქვეყანაში ზოგადად ინგა და შენ მართლაც გახსოვს შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ალტერნატივა იქნება თვისობრივად უკეთესი. შევარდნაძის რეიტინგი შენ გახსოვს ყოველთვის იყო 0. მაგრამ სანამ მისი ოპოზიცია იყო, რა ვიცი, აბაშიძე და ნათელაშვილი და ასე შემდეგ, არაფერი არ მოსდიოდა შევარდნაძეს. სანამ არ გამოიკვეთა ის ალტერნატივა, რომელიც ხალხმა ჩათვალა, რომ იყო არსებითად უკეთესი. თვისობრივად უკეთესი და მოხდა 2003. იგივე იყო 2012-ში, მე ჩვენი ოპოზიციური კოალიციის მიმართაც ვიქნები თვითკრიტიკული, ჩვენ ვერ დავანახეთ 2007-ში და 2008-ში საზოგადოებას, რომ აი შეგვეძლო ქვეყნის მართვა უკეთესად. როცა გამოიკვეთა უფრო უკეთესი და უფრო სოლიდური ალტერნატივა 2012-ში გახსოვს, რომ ვერანაირმა გაყალბებამ ვერ გადაარჩინა სააკაშვილის რეჟიმი და ეხაც არის იგივე.
ივანიშვილს ყავს უკიდურესად მცირე ხარდაჭერები, ხო, თბილისის არჩევნების შედეგები კი, ნახეთ. 20%. გაყალბების პირობებში ისიც არის სრული 20%. სახელისუფლებო რესურსის მობილიზების მაგრამ პირობებში. ოპოზიციას ყავს კიდევ უფრო ნაკლები. რატო? იმიტომ რომ ძალიან დიდი პროცენტი ჩვენი მოსახლეობის 50% ამბობს რომ მე ხა ერთი ქაქი, მეორე ქაქი შეიცვალოს, ამის გამო არც არჩევნებზე წავალ, არც აქციაზე. დამანახეთ, სახელი მითხარით, გვარი მითხარით, ხვალ რო არ იქნება კობახიძე, აი ვინ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თვისობრივად უკეთესი. თუ იგივე უნდა იყოს, რაც კობახიძე არის, რატომ მოვიკლა თავი და რატომ აუიტკივარი თავი და სხვა შორის ცოტათი მეც ვარ მაგ პოზიციაზე, იმიტომ რომ ცოტა ახალგაზრდა რო ვიყავი, გახსოვს აქცია არ იყო, სადაც თავი არ შემეშვირა და რამდენჯერ დაკავებული ვარ ნაცემი და გემატომები და ამები თქონდა. ეხა ცოტა უფრო კრიტიკულად უყურებ მეც ქართული ხალხის არ იყოს, რომ ყველა აქციაში ეხა უბრალოდ რომ ივანიშვილს აგინო და თავი გაალახინო, არა. უნდა დაინახოს ქართულმა ხალხმა რომ არის გადამწყვეტი რაღაცა პოზიცია, რომელშიც ჩვენ მართლაც შეგვიძლია რომ ამ ქვეყანას უკეთესი ალტერნატივა მოუტანოს და მე 4 ოქტომბერს ამის ალტერნატივას გულწრფელად რო გითხრა ვერ ხედავდი. დიდი მადლობა კახა, მადლობა. დიდი ხანია არ ყოფილ ვართ პირდაპირ ეთერში, ერთად გასახსენებელი ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ერთად რაც გვახსოვს თქვენს მეც არის ის რომ აუცილებლად მთავრდება ხო. ერთ ფრაზას რაც არ უნდა სასტიკი იყოს, რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს რომ მოურეველია და დაუმარცხებელი. მან ორი აზრი არ არის, გოგი ჩაიშვილი შეხვდა ლევანი გარეთ და ლაპარაკობდით ეხა რომ აი ლევან გაჩილაძე ახლა ხან გარდაიცვალა, ღმერთმა აცხონოს და ბევრი თვითკრიტიკულად ვიყავით, მე ლევანისთან ამებრძოლი ვიყავით და მაგრამ თვითკრიტიკულად ვიყავი განწყობილი. მაგრამ ლევანის დონის პოლიტიკოსი რო ყოფილიყო ეხლა აი ამ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისს მოიგებდა. და არ იყო ამ ოპოზიციაში არავის იმისი რა ვიცი უნარი, აქტიურობა, დიპლომატია. არა, ეხლა სხვა რეალობა იყო, ანუ ოპოზიცია 205,000 ხვით მოიგო. ძირითადი ნაწილი არ გადიოდა არჩევნებში. ხო და რატო არ გადიოდა? შენ გონია მაშინ ადვილი იყო ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი? არა, მახსოვს ყველაფერი. ერთიანი კანდიდატით რომ შეეტიათ, ეგ სხვა რეალობა დადგებოდა, 210,000 ხვით თბილისი არ მოუგია კაციშვილს. არჩევნები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ აჩუქა 210,000 ხვით თბილისის მოგება, რაც კალაძე მოიგო ეხლა. პირდაპირ აჩუქა ოპოზიციამ კალაძეს ეს არჩევნები. მადლობა, კახა, მადლობა.